და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი. ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო. რას უცდი ჭაბუკო შესახა ჩოლოყაშვილმა? უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო. გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან. კონსტანტინე გამსახურდიას მთვარის მოტაცება თამაზმელიავა 1972 წელს გააცოცხლა. ნაწარმოები თავისი არსით ნამდვილად არის უკანასკნელი ზედწარწერა მნახველთა სულის პალიმსესტისა. 1908 წელი, ბაქო. ვასილ ამაშუკელმა ფილმების გადაღება დაიწყო. ქართული კინოც დაიბადა. წლებთან ერთად ახლოვდებოდა ქართული კინემატოგრაფის ოქროს ხანაც. ფირზე აღბეჭდილ არაერთ ამბავთან ერთად ისტორიას დარჩა შავი ზღვის მოელვარე ტალღები, რომელიც არც თუ ისე შორია. გაგრა, ბიჭვინთა, მაღალმთიანი აფხაზეთი. ზღვის თვალუწვდომელი სანაპირო თუ მჩქეფარე ჩანჩქერი ქართველი კინემატოგრაფისტებისათვის საინტერესო ობიექტი იყო. აფხაზეთი თავისი ეგზოტიკურობითა და გამორჩეული ლანდშაფტით ყველასა და ყველაფრის ყურადღებას იქცევდა. ასეა დღესაც. მეტიც, ენგურს გაღმა დაბუდებული ხელუწვდომელი მხარე თავისი მცხუნვარებით მეტად ამძაფრებს მონადრებას, შეხვედრის სურვილს. 1959 წელს გენო წულაიასა და ნელი ნენოვას რეჟისორობით გადაღებული წარსული ზაფხული აფხაზეთში გვამოგზაურებს. გთხოვთ აიხედოთ ზევი. თქვენს თავზე სამხრეთის ლურჯი ზეცა. თქვენს ფეხით საქართველოს უძველესი მიწა. ნალექების რაოდენობა საკმარისი. ქარი სუსტი ზომიერა. წარსული ზაფხული საუკეთესო მოგონებებს აცოცხლებს და მომავლის შთამბეჭდავ დღეებს გვპირდება. 1972 წელს მორიგი ქართული ფილმი შეიქმნა, რომელიც მრავალი თაობის გულსა და გონებაში იკავებს გამორჩეულ ადგილს. ლანა ღოღობერიძის ფილმში მეათე კლასელების ცხოვრებაა აღწერილი, როცა აყვავდა ნუში, ხიარული ტრაგიზმის ანარეკლია. ფილმში უხვად ხვდება ზღვისა და ტყის ყდრები, რომლებიც ბიჭვინთაშია გადაღებული. ზღვა, სანაპირო, ზურასა და თინას ველოსიპედით სეირნობა. როგორც რეჟისორი ამბობს, ეს ყველაფერი რაღაც დაკარგულის ასოციაციას იწვევს. ალბათ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფილმის მიმართ არსებული უშრედი სიყვარულისა. ახიდა ხო? შორს არის მეთქი? აქედან. რა? ოკეანე. შორს არის. შოთა მანაგაძის რეჟისორობით 1963 წელს გადაღებულ ფილმში ვინ შეკაზმავს ცხენს გაჟღერებული სიტყვები იმდენად რეალურ სცენად ისახება, თითქოს ერთი ამოსუნთქვაა დარჩენილი სანამ გაცოცხლდებაო. გავადრო და კაპიტანი ბესლან ჩანბა მოადგებან ამ ნაპირს თეთრი ხომალდით. ნიშანს მისცემს აი იმ კლდის ქიმზე გადმომდგარ ლამარა ქინწას და წაიყვანს შორს, შორს ზღვის დასალიერში. ფილმში მოქმედება სლოვაკეთსა და რაჭაში მიმდინარეობს. რეალურად კი კადრები ფსიფის ხეობაშია გადაღებული. რაჭა, ჩემო სიყვარულო. ფილმში ჩანს ზღვაც, სოხუმის, თამარის ხიდად ცნობილი ბესლეთის ისტორიული ხიდიც. როგორც ამ, ასევე სხვა ფილმებში საინტერესოა ის, რომ მათში ზღვა მნიშვნელოვანია შინაარსობრივად და არა როგორც მეტაფორა. ნახე რა ზღვა. გაუმარჯოს ზღვას და თავისუფლებას. გაგრის სანაპიროსა და ქუჩებში მოსახვედრად ნელი ნენოვასა და გენო წულაიას რეჟისორობით გადაღებულ ფილმში მოგზაურობაა საჭირო. ნინკასთან, მარისა და ჩიორასთან ერთად მაყურებელი არაერთ თავგადასავალს გადაეღრება. გულში კი ბედნიერება, სევდა და სიყვარული ერთდროულად ჩაეხურება. ჩიორა ერთ-ერთი ბოლო ფილმია, რომელიც ქართულ კინემატოგრაფებს აფხაზეთში გადაუღიათ. მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა. მამა პაპათა სისხლი გვეძახისო. ჩვენ მოვალენი ვართ წავიდეთო. ბერძენი იანგული სოხუმთან განშორების ტრაგიკული ისტორია მეგობრობის, ერთგულების, სიყვარულის ანარეკლია. ბიჭის მკერდზე ამოსვილინგებულ ჰელადოსზე მკაფიო მის გულში სამუდამოდ აღბეჭდილი სოხუმი და სოხუმელები აღმოჩნდა. მამა პაპათა სისხლი ჩქეებს, გვიხმობს და მანამ არ აპირებს გაჩერებას.
სანამ შავი ზღვის აფხაზეთელი ტალღა ისევ არ აღიბეჭდება ქართველი კინემატოგრაფისტების ფირებზე.